მოგესალმებით. გაგეცნობით მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ არის ესეთი მომსახურება, ესე რომ ვთქვათ, ერთი კითხვის ღირებულება არის 10 ლარი. კითხვას სვავთ და იღებთ პასუხს voice-ით. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა, რა გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორმა, რომელიც პაუზაზე გავიდა, ხო? უბრალოდ, როდესაც ორ ადამიანს რაღაცა დრო სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, ხო? არის ესეთი შემთხვევებიც, ასე რომ მოდით ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორმა, რომელიც პაუზაზეა გასული. მოდით ვნახოთ, ჯერ რა ენერგიებში ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, თქვენი ენერგიები. თქვენ სავსე ხართ ემოციებით, გინდათ წინსვლა, გინდათ რაღაც აქტიურობა. მე ესე ვიტყოდ, რომ თქვენი ენერგიები არის ის ენერგიები, რომლითაც ადამიანს შეუძლია არა მარტო თავისი გარემოცვა, არამედ სხვებიც კი შეავსოს ემოციურად, ხო? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ახლა რაღაცნაირად მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი ემოციური მდგომარეობა აკონტროლოს და უფრო მაქსიმალურად გადაიტანოს სამუშაოზე, განვითარებაზე, წინსვლაზე. აქ შეიძლება ვიღაცა კოლეგებიც არიან შემოპარულები, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ ესე ვიტყოდი, გაიზარდა, ხო? თუ მართლა ყველა კოლეგა ხო არ არის, მაგრამ ეს არის ადამიანი, ანუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საკმაოდ გაზრდილია შინაგანად. ეს არის საკმაოდ განვითარებული აქვს, ესე ვიტყოდი, შინაგანი ხმა, ხო? არ ვიცი, ხა ვიღაცა შეიძლება ეზოთერიული კუთხითაც ვითარდება და ხშირად უსმენს, შეიძლება თავადაც ფლობს ტაროსთან კომუნიკაციას, ხო? ან ნუმეროლოგიით არის დაინტერესებული. ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი არის შინაგანად ძალიან მაღალ საფეხურზე და ინტუიციაც ძალიან კარგი გაქვთ. კარგით, ნახოთ აბა თქვენმა პარტნიორმა რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენს ურთიერთობაში. რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენმა პარტნიორმა თქვენთან ურთიერთობაზე. ადამიანმა მიიღო ის, რომ კი, ნამდვილად ჩადოს ემოცია, ენერგია, ან მას აქვს თქვენდამი რაღაც ისეთი გრძნობებიც, ყველაფერი, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი მაინც რატომღაც ცდილობს, რომ ერთ ადგილას იყოს გაჩერებული, იმიტომ რომ არ იცის, ესე შეიძლება ესე ვთქვათ, ადამიანმა არ იცის როგორ უნდა გამოხატოს თავისი გრძნობები, ხო? ან არ იცის როგორ უნდა დაიწყოს ცხოვრება, თქვათ, სხვა ახალი ეტაპით, ხო? ადამიანი არის ჯერ ისევ გაურკვეველ სიტუაციაში, ჯერ ისევ არჩევანის მდგომარეობაში. ერთადერთი რაც ამ ადამიანმა გაარკვია თქვენთან მიმართებაში, ის არის, რომ მას თქვენს მიმართ აქვს ემოციები, მას აქვს გრძნობები, მაგრამ აი ეს ემოცია და გრძნობა როგორ უნდა გადაანაწილოს და როგორ უნდა დაალაგოს, აი სამწუხაროდ ეს არ იცის, ხო? აი უბრალოდ ადამიანმა არ იცის ურთიერთობის გაგრძელების სხვა ეტაპი, როგორ შეიძლება მოხდეს მის ცხოვრებაში. და აქედან გამომდინარე არის შინაგან კონფლიქტებთან მიმართებაში. იცით რა არის, ადამიანს უნდა და მისი გადაწყვეტილება არის ის მომენტი, როდესაც აი როგორი მომენტიც, აი პასუხისმგებლობების გარეშე რომ გქონდეს ურთიერთობა, ან ნახეთ, პასუხისმგებლობების გარეშე რომ იყოს ჩვენი თანაცხოვრება, ხო, თქვათ, თუნდაც რაღაცა დროებით, არ ვიცი ხა როგორ ერთჯერ ქვეშ ვიცხოვროთ, ოღონდ რაღაც ოფიციალური ფორმა არ მივცეთ, ხო? აი რაღაც ესეთი სურვილი აქვს ამ ადამიანს, ესე რომ ვთქვათ. ესეთი გადაწყვეტილება აქვს და ჯერ კიდევ იბრძვის. ნუ ადამიანს უნდა თქვენთან ერთად ემოციები, უნდა თქვენთან ერთად მხიარულება, ბედნიერება, დადებითი ენერგიების მიღება, მაგრამ როგორც ასეთი, რომ ადამიანმა რაღაცა
სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, მე ესე გეტყვით, რომ არა, სერიოზული გადაწყვეტილება არ არის აქ მიღებული, აქ უბრალოდ ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ აი გადაწყვეტილება კიდე ერთ მხრივ არის ის მომენტი, რომ მოდი კიდეც დრო მივცეთ ამ ურთიერთობას, ხო? მივცეთ დრო ურთიერთობას იმისთვის, რომ ნუ აი ნახოთ თავისით სად წაიყვანს სამყარო ამ ყველაფერს, ხო? რა გადაწყვეტილება მიიღო? ვერ გეტყვით, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღო სერიოზული სამწუხაროდ, ანუ ადამიანმა მოგითხრათ რაღაცა უფრო მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანი არის ცოტა შიშების მდგომარეობაში, როდესაც აი ახალი გამოწვევები მისთვის არის რაღაცნაირად გაურკვევლობას, მისთვის არის რაღაცა მდგომარეობა, როდესაც აი ნახეთ ესეთი არკანი არის, ადამიანი მიდის თალახვეული და არ იცის ზუსტად სად დაადგავს თქვენ, ხო, აი ადამიანის გადაწყვეტილებაში რამე კონკრეტული სამწუხაროდ არ არის, აქ უბრალოდ ადამიანს ძალიან დიდი სიამოვნებით იქნება თქვენთან კომუნიკაციაში, თქვენთან ურთიერთობაში, ემოციებსაც მიიღებს, ემოციებსაც მოგცემთ, არ დაინანებს ნამდვილად, სიხალისე, გართობა, მეგობრები, გასეირნება, გამოსეირნება, მაგრამ რაც შეიძლება მეტი დრო, მეტი გაზრდა სჭირდება, შეიძლება ითქვას ურთიერთობას. თუ ახალი ურთიერთობა არის და რაღაც ერთი თვის, ორი თვის სიტუაცია არის, ახლა ცოტა ესეთი მომენტია, ერთ თვეში და ორ თვეში უკვე პაუზაზე რო გავიდეს ურთიერთობა, თუმცა აქ როგორ არის იცით, რომ აი ჯერ კიდევ არ ვართ მზად იმისთვის, რომ რაღაცა სერიოზული გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ მოდი ვიყოთ მსუბუქ ურთიერთობაში, მსუბუქ კომუნიკაციაში, კი ბატონო, საჩუქრებსაც გაგიკეთებ, კი ბატონო, რაღაც შენთან ერთად სასეირნოსაც ვივლი, მაგრამ არა ვალდებულებები, არა პასუხისმგებლობები, არა ოჯახის სამწუხაროდ ჯერჯერობით და უბრალოდ ანუ მისი პასუხი არის არ ვიცი როგორ მოვიქცე. ხვდებით? და საკუთარ თავთან აქვს რაღაცა ესეთი ბრძოლა, რომ შეიძლება რაღაც მომენტში ის მომენტიც იყოს და ის ბრძოლაც იყოს, რომ თქვენ ამ ადამიანმა იცის ძალიან კარგად თქვენი შესაძლებლობები, ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის თქვენი გამჭრიახი გონების მდგომარეობა, თქვენი ინტუიცია და ერთადერთი მომენტი არის ის, რომ თავის თავთან ბრძოლის მდგომარეობა არის ის, რომ არ დაკარგოს ის ადამიანი, რომელიც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდ რესურსს ატარებს, ხო? დიდ რესურსს ატარებს იმ მხრივ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საკმაოდ განვითახა ქურუმი ქალი და იმპერატრიცა, ეს არ არის უბრალოდ არკანები, ეს არის საკმაოდ ძლიერი არკანები, რომელიცაც მე ესე ვიტყოდი, რომ ქალის ფიგურა რომ დავახასიათო, ეს არის ძლიერი, ეს არის წარმატებული, ეს არის მიზანსწრაფული, ეს არის ქალი, რომელსაც ერთის შემოხედვით შეუძლია გამჭოლი სარკეშოდ შეიხედება, ზუსტად დაინახოს ყველა ნიუანსი, ყველა დეტალი, ყველა ნაკლი, ყველა დადებითი ასპექტი და ესეთ ქალს ყოველთვის შეუძლია იყოს მაღალ საფეხურზე და ყოველთვის შეინარჩუნოს სიმშვიდე და მას ზუსტად აი ეს მომენტები ეშინა. შეიძლება ითქვას, რომ მისი გადაწყვეტილებაც იმიტომ ვერ არის ესეთი აქტიური, რომ მას თქვენი შიშიც შეიძლება გქონდეს, ხო? რამდენად შეძლებს, რომ თქვენ ასე ვთქვათ, გაგიწიოთ კონკურენცია. სამწუხაროდ ესე ხდება ხოლმე. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ იმას, რომ ყველაფერი გქონდეთ რიგზე ისე, როგორც თქვენ გინდათ. დროებით.